გამარჯობათ. ბავშვობაში, როცა რაიმე ძვირიან მანქანას დავინახავდი. სიხარულისაგან ხტუნაობდი. მიხარო და ნახეთ რამხელა ძრავა აქვს, რა სწრაფად გარბის თქო. შემდეგ ცოტა რომ წამოვიზარდე, დავფიქრდი. ის ვიღაცა მერსედესით დაქრის. მე გაჩერებაზე ვდგევარ, 20 თეთრიან ავტობუსს ველოდები, სიცხეში და სიცივეში და მიხარია, თუ ფეხზე დასადგომი ადგილი ვიპოვე თქო. რაღაც იგივე ხდება ხოლმე ღვთისმადლთან, ღმერთის ენერგიასთან დაკავშირებით. გავიგებთ ხოლმე, რომ ვიღაცა მიმოღვაწევა, განიწმინდა, ანგელოზთა სწორი ადამიანი გახდა. მისი ხმის გაგონებაზე ეშმაკები წივილ-კივილით გარბიან, რომ მის სამოსელსაც კი კურნების ძალა აქვს და ჩვენ სიხარულისაგან ხტუნაობთ ხოლმე, გვიხარია. ვაქებთ და ვადიდებთ ასეთ ადამიანებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ჩვენი ბრძოლები გვაქვს ხოლმე, ჩვენი განსაცდელები. რამდენი ხინკალი შევჭამოთ არ ვიცით, მეზობელს ცემოთ თუ არა არ ვიცით და ასე შემდეგ. სხვის მილიონებს შევნატრით ხოლმე და ჩვენ ჯიბეში ხურდები ყრია. უკიდურესი უგუნურება შეიძლება ეწოდოს, როცა ადამიანი ციხეში ზის, სუფს ჭამს და სიხარულისაგან ხტუნაობს, რომ ვიღაცამ ოკეანის სანაპიროზე დიდი და ლამაზი სახლი იყიდა და იქ წვადებს წავს. ღმერთს მადლობა, რომ ვიღაცა მაინც მოღვაწეობს, ვიღაც მაინც წარემატება ღვთის მსახურებაში. მაგრამ ჩვენ რა ამითი? ჩვენ უნდა წარვემატოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ წარმატებული, მადლმოსილი ადამიანები. სახარებაში წერია ასეთი სიტყვები: ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნათ. ანუ, გინდ ამ ქვეყნად მყოფი, გინდ უკვე სასუფეველში წასული, ღვთისმოყვარენი, თავისი ლოცვებით ჩვენ მხოლოდ დაგვეხმარებიან. ჩვენ გასაკეთებელს არ გააკეთებენ. ეს არ იქნება რაღაც ევროპული დახმარება, ღრმა შეშფოთებების დონეზე, არამედ სერიოზული დახმარება, რომელმაც შეიძლება სიცოცხლე შეცვალოს. მაგრამ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორის მაგივრად ჭამოს? ან გამოიძინოს? ვის შეუძლია სხვის მაგივრად სუნთქვა? ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ღვთისმოყვარეთა დახმარების იმედი, აუცილებლად, რადგან ჩვენ ერთი მეუფე გვყავს და მათ თავისი სიყვარულის გამო ჩვენ არ ვავიწყდებით. მაგრამ ჩვენი სამოღვაწეო ჩვენ უნდა ვიმოღვაწეოთ. ხუთმა ბრძენმა ქალწულმა ხუთ უგუნურს უთხრა, წადით და იშრომეთო. აი ეს დღე რო არ მოვიდეს ჩვენთან. ამიტომ რაც ნაკლებს ვიფიქრებთ სხვის სულიერ წარმატებაზე და რაც მეც ვიფიქრებთ ჩვენს პირად სულიერ წარმატებაზე, ჩვენთვის ჯობია უფრო მოგებულები ვიქნებით. რა კუთხითაც არ უნდა შეხედოთ. აშკარად სხვის გამდიდრებას თქვენი გამდიდრება გირჩევნიათ. ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც არ დაგვეკარგება, ეს არის მადლი, სამება ღმერთის ენერგია. ღმერთმა გაგახაროთ.